გამარჯობა და გამარჯობა სამჯერ გამარჯობა ჩემო კარგო და ჩემო ტკბილო და ჩემო მურაბა ხალხო გენაცვალოთ ჩემი თავი აბა როგორ ახართ ხო ხართ მაგრად დღეს ხუჩაბათია და რაც იმას ნიშნავს რომ ჯაპანას პაპანაკება იწყება ეხლა მე მინდა სადამ ჩემ არაჩვეულებრივ სტუმარს გაგაცნობდეთ ერთ ორ მაგარ კაცს მოულოცო დაბადების დღე დღეს 27 ნოემბერია და ამ დღეს გაჩნდნენ და მოევლინდნენ ჩვენს ქვეყანას ორი არაჩვეულებრივი ჩემი სიყრმის მეგობრები მამუკა არეშიძე და რომ არცხილაძე თქვენ გაიხარეთ ესენი არიან ბებერი ხარები რომლის რქებიც ხნავენ რა ხნავდნენ და მოხნავენ კიდევაც მოკლედ მაგრები არიან რა ბებერები კი არა მაგრები არიან რა რომლებიც აი დედას ახნავენ აი ეგეთები არიან გაუმარჯოს და 100 წელიწადი გეცხოვროთ ჯანი და ბარაკა ხონოდეთ თქვენა რა გენაცვალეთ მენა რა ეხლა კი ჩემო კარგებო და ჩემო ტკბილო ხალხო მე მინდა გითხრათ რომ ყავს არაჩვეულებრივი სტუმარი აი ისეთი კარგი ისეთი მშვენიერი ისეთი დეჭიერი ისეთი ქართველი ისეთი პატრიოტი ისეთი მოყვარული თავის საქმისა და ისეთი პროფესიონალი რომ აი იმის თანაფა როგორც კინოში ხო იცი აი საოცრება რა ძალიან მაგარი და ვარ ბედნიერი და პატრიოტი მაქვს რომ მას პინძლობ ეს გახლავთ ჩემო ბატონო დღეს შეიძლება ითქვას რომ მუსიკალური გადაცემა გვექნება იმიტომ რომ ყავს ესეთი ქალბატონი როგორიც არის ქალბატონი ნათია დათუაშვილი რომელიც არის ფერხისას ხელმძღვანელი ეს არის ანსამბლი რომელიც ნამეტანი კაი ანსამბლია ჩემო ბატონო ხალხურში ეხა ფინალში გავიდა და მის წარმატებებზე ეხა წინასწარ მე ხوار ვილაპარაკებ ამიტომ ავდგები და გაგაცნობთ რა ჯერ ამ ქალბატონს და მე ვილაპარაკებთ ამ ყველაფერზე მე მინდა წარმოგიდგინოთ ნათია დათუაშვილი გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ახარ ჩემო კარგო ადამიანო მე მინდა გითხრა. შვენივრად, როგორ ზანდებით? არა გვიშავს, აი ყოველთვის წყალობით ვართ კარგად და შვენივრად ყველაფერი კარგად მიდის. თავარია მშვიდობა გაქვს და უამრავ წარმატებებს გებულობთ ძალიან ბევრი ადამიანებისგან, ძალიან ბევრი გუნდებისგან, ძალიან ბევრი ადამიანებისგან რომ მიხარია ეს ყველაფერი რო ხდება ამ ქვეყანაში და ამ თქვენთან უნდა ვილაპარაკო, ეხლა თქვენ აგერ გადობა ფოლკლორი სულ ყველაფერში ხარ ჩახედული ხარ და ძალიან ბევრი ეს ალბათ იმ ადამიანების დამსახურებაა რომლებმაც აი ეს თავის დროზე ჩანერგეს ეს ერქომაიშვილია ანზორ ერქომაიშვილი იქნება თუ ნუ ამრავი ხარ ვერ ჩამოვთვლი ამ იმდენი არიან მაგრამ ეს ანზორ ერქომაიშვილისათვის ჩემთვის რაღაცა მეორე 6 მეტაყაიშვილია ეს აი არა მეორე კი არა ანზორ სადაც 6 მეტაყაიშვილია მე რომ ვიტყოდ იქ ანზორ ერქომაიშვილმა ზუსტად ისევე გააკეთა ისეთი დიდი ქართული საქმე გააკეთა ჩემო ბატონო მოდი დავიწყოთ იმითი რომ ეხლა ყველაფერი იწყება ბავშვობიდან ხო და მე მაინტერესებს ეხლა თქვენი ბავშვობა ვინ იყვნენ ეხლა დედიკო მამიკო მშობლები საიდან წამოვიდა პირველად როდის იმღერეთ როდის აღმოგაჩნდა ცმენა საერთოდ აი ამას აქედან დავიწყოთ რა საიდან ახალ წარმოშობიდან ყველაფერს აქვს მნიშვნელობა ჩვენი მაყურებლისთვის და რაც მეც მოვასწრებთ უკეთესია კეთილი უპირველესად მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს მსმენელს მაყურებელს უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის მადლობა მოგზაურობისთვის პირიქით ну ბავშვობიდან მოვდივართ ყველა ცხადია და რადგან ბავშვობას ვეხებით მე გახლავართ მუსიკალური ტრადიციული მუსიკალური ოჯახიდან დედა არის მუსიკოსი მეორე სპეციალობაც აქვს მას ფილოლოგი გახლავთ მაგრამ ის არაჩვეულებრივად მღერის უკრავდა სხვადასხვა 7 სიმიან გიტარაზე უკრავდა დედიკო და დიახ და რა ვიცი მთელი ცხოვრება მე 4 დედმამიშვილი ვართ და ჩვენ ყველანი მთელი ცხოვრება ბავშვობიდან მღეროდით და მართალ გითხრათ ამაში რაღაც განსაკუთრებულს ვერაფერს ვერ ვხედავდით დიახ 4-ვე სამი მუსიკოსი ვართ დღესდღეობით პროფესიით მაგრამ ერთი ექიმი ყავს და ის ექიმი გვივლის ყველა სხვა გვინდა მოიგო გიჟებს მოგიაროთ ფსიქიატრი ხო არა არის ფსიქიატრი სხვადასხვა პედიატრია მაგრამ მოვლა ხო გჭირდება კაცო ერთი ექიმი ყველას გჭირდება რა თქმა უნდა სხვადასხვა ძალიან გამოგოდგა ყველას მინდა გითხრათ აუცილებელია ყველას ურჩევ მინდა გითხრათ ყველას გირჩევთ ნამდვილად მართალია ამაზე გადაობდნენ ანდრე და ხუმრობდნენ რომ აუ ეგ ჩემ მაშვილმა სადოქტოროზე უნდა ჩააბაროს გაიგერ იმიტომ რომ ექიმი დიახ ძალიან ისეთი მოწოდებული სხვადასხვა ჩემ დაიკო მაია დათუაშვილი გახლავთ თბილისში საქმიანობს მას ძალიან ბევრი პაციენტი ყავს და არის დიახ მაია დათუაშვილი რომელი და მაია დათუაშვილი კიდე მუსიკაცოდი არა მაია დათუაშვილი დათუაშვილები გახლავართ ჩვენ და სხვადასხვა თავად აერჩია იმის თქმა მინდოდა და მშობლების მიერ მოწოდებული არ იყო რომ მაინდა-მაინც ექიმი უნდა ყოფილიყო ეს მას უნდოდა
მართალი გითხრათ. ნუ დანარჩენი სამი მუსიკოსები ვართ, ჩემი ძმა გახლავთ ილია დათუაშვილი, საკმაოდ დედას ღერო და მამას ღერო და? დიახ. დედა განსაკუთრებით. დედა განსაკუთრებით არაჩვეულებრივად და დედასთან ერთად ვხეროდით მთელი ბავშვობა. და მართალი გითხრათ, ჩვენთვის ეს იყო რაღაცა ჩვეულებრივი მომენტი იყო, არ გვეგონა თუ ეს რაღაცა განსაკუთრებული იყო და მე რაც მე კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე, მე რომ გავიზარდეთ, მე სხვა ადამიანებთან, სხვა ოჯახებთან შეხება რო გქონდა, მე მივხვდი რომ მართლა განსაკუთრებულობა იყო რაღაცა ის პერიოდი, ყველა ოჯახში ყოველ შემთხვევაში, ეხლა ქართველიერი ძალიან ისეთი მუსიკალურიერი გახლავართ, მაგრამ ყველა ოჯახში ასე არ იყო რომ რაღაცა ყველა ხერის და აი როგორ წამოხვედით მე აი რა მოხდა ფერხისამდე როგორ მიხვედით ფერხისამდე იყო კონსერვატორია საგუნდო სადირიჟორო ფაკულტეტი შემდეგ გახლდათ ნუ მაგისტრატურა დავამთავრე მე ძალიან მინდოდა ფოლკლორის კუთხით მინდოდა წავსულიყავი პედაგოგები ვინებდნენ კონსერვატორიაში ჩემი საგუნდო გეკეთებათ საგუნდო მაქვს დამთავრებული ავთან ილრევიშვილი იყო სპეციალობის პედაგოგი და მთელი მაგისტრატურა გავიარე შალვა მოსიძესთან მე ბატონმა შალვამ დამტოვა იქ გუნდში დამტოვა ძალიან დიდხანს წლები ვმუშაობდი მასთან ერთად და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი არაჩვეულებრივი პერიოდი იყო ჩემი პროფესიული ზრდისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი პერიოდი და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავხადო მას ამისთვის რომ ამ ყველაფერმა ძალიან ბევრი რამ მომცა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა რომელსაც სხვათა შორის ეს ყველაფერი ხა მაინც ვოკალთან არის ხო სიმღერა ვოკალია ხო იგივე ერთმანეთთან არის დაკავშირებული კი ტრადიციული მუსიკის სფეროში ვარ ჩვენ ხო მაგრამ ტრადიციულ შესაჩემსრულებლო ფორმებს და სტილს ვერ თქულობთ ჩვენი გუნდი მაგრამ მაინც გერასთან მუშაობის პროცესისთვის ძალიან დიდი სკოლა იყო ეს ყველაფერი. და 2008-ში არის უკვე ფერხის. დიახ 2008-ში შექმნა. რა ესე იგი რა გამოდი რამდენი ძალიან პატარა იქნებოდით ახლა მაშინ. 20 წელი გავიდა რა. ფაქტობრივად 20 წელი გავიდა. 20 წელი გავა. ჯერ არ არის, მაგრამ დიახ. 2008-ში შექმნა ჩვენი გუნდი. დიახ. 3 წელიწადში 20 წელია. დიახ, დიახ, საერთო თარიღი გვაქვს დიახ. ეს ფერხისა არის თან საოცარი სიტყვაა, ძალიან მომწონს. რაღაცნაირი აი ესეთი ლამაზ ბილი გემრიელი. ეს არის სარიტუალო ხატობის დღესასწაულებზე თანხლები. არა, ხატობის დღესასწაულებზე იყო სალოცავში რომ მიდიოდნენ, ასეთი სიმღერა იყო, რიტუალური სიმღერა იყო. გააქვთ ეს სიმღერა იმაში რეპერტუარში არის დიახ. დიახ. ეს რა საინტერესოა. ძალიან საინტერესოა დიახ. სოლობისასაც მღეროდნენ და მე სალოცავში რო ადიოდნენ დღესასწაულებს თან ყოველთვის თან სდებდა ეს აღმოსავლეთ მთის. ეხლა პროდიუსერი მეუბნება ერთ სიმღერას მოусმინოთ და მე გავაკეთებ. მოусმინოთ რა. მოусმინოთ. აგი? ხმა რა გვაქვს? აბა? ხო ეს ბოლო პერიოდი ეს. აი გადის ეგრე. ბიჭებო ხმას არ მოგწევ? აი ნიშნულების რეპერტუარი და მე მესმის მარგარიტა მე არ მესმის კარგია ეს რომელი თაობაა ახლა ეს გახლავთ პირველი თაობა რომელსაც ვუსმენთ პირველი თაობა ეს თან არსებობს უკვე მეოთხე პაწუკებს ვეძახით მეოთხე თაობა მაგრამ ყველა ასე ვთქვათ ადგილზე პაწუკები რომხელები არიან 6-ისები გახდნენ უიგედაც 6-ისები ბიჭების გოგოები ბიჭების გოგოები შერეული შემადგენლობა ყავს ჩვენ მეტი რამდენი არის გოგოები ალბათ უფრო არა არა თქვენ წარმოგიდგენთ გააჩნია ჯგუფებს ყავს უფროსები, ყავს შუა თანათაობა, პატარებს ვეძახით, სხვათა შორის 10 წევრისგან შედგება ეს პატარების ჯგუფი და ძალიან ყოჩაღები არიან, მინდა გითხრათ და ყავს პაწუკები, რომელიც ახალი მიღებული არიან, მეორე წელია ჩვენთან არიან. ეხლა ეს სად ახართ ტერიტორიულად, იქ მაინტერესებს რა. ჩვენ ვართ ორბელიანის მოედანზე, ათონელის ქუჩაზე, მე ჩასახვევია, ძალიან ესეთი საინტერესო ადგილას ვართ, ცენტრის ცენტრში ვართ. და ესე იგი დიახ. ხო, აი პატარების ისიც არის, აგი? შეხედეთ აი და. აი ეს დიახ, ჩვენი. იგი ფოტო.
კი ბატონო. აკეთებს იგი. ჩვენ საგუნდო საზოგადოება, საქართველოს საგუნდო საზოგადოება ყოველ წელიწადს მართავს კონკურსს ბავშვთა და ახალგაზრდული კოლექტივების დათვალიერება. კონკურსი არის ეს უფრო ეროვნული კონკურსია და ჩვენ გავდივართ ხოლმე ტრადიციული სიმღერისა და ტრადიციული გალობის ხაზით უკვე რამოდენიმე წელია და გარკვეულ წლებში ჩვენ ოქროს მედალოსნები გახლავართ და წელს იყო ძალიან დიდი წარმატება ჩვენმა შუათანათაობამ და პატარებმა გაგვახარეს, პატარებმა სიმღერისა და გალობის განხრით, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას, აიღეს ოქროს მედლები და შუათანათაობამ ტრადიციული სიმღერის კატეგორიაში აიღეს გრან-პრი და გალობის კატეგორიაში აიღეს ოქროს მედალი. დიახ, წელს ძალიან ისეთი სასიხარულო წელი იყო, კარგად დაიწყო წელიწადი. ეხლა მე მაინტერესებს რა, ერთი რამ მაინტერესებს კიდე, მე მინდა გადავიდე საგალობლებზე რა. კი ბატონო. აი რამდენი თაობაა სულ? პაწუკები, დიდები და შუაში რა ხდება? უფროსები, პირველი თაობა, ვიზითაც ჩაეყარა ფაქტობრივად საფუძველი ჩვენს გუნდს და დღესაც ჩვენთან არიან ეს ბავშვები, არიან შუათანები, ატარები და პაწუკები, ასე დავყავით. გალობას რაც შეეხება, ჩვენ როგორც ტრადიციულ სიმღერებს, როგორც მოგახსენეთ, ვასრულებთ, ასევე საეკლესიო საგალობლებს და ჩვენ 2014 წლიდან რეგულარულად 2014 წლის ზაფხულში აბასთუმანში მყავდა ჯგუფი წაყვანილი, ეს გახლდათ პირველი თაობა, მაშინ მხოლოდ პირველი თაობა იყო და პატარები იყვნენ მოსულები სხვები დანარჩენი აბასთუმანში და შევისწავლეთ ჩვენ იქ წირვის წესი საგალობლები და იმავე წელს თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში 2014 წელს დავდექით დეკანოს შოთა ნიგაბაძესთან და დღემდე მსახურობთ იქ რეგულარულად ჩვენი გუნდი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ბავშვები იყვნენ საკმაოდ პატარები, ზოგი იყო 12 წლის, 13 წლის. 16 წელს არ აღემატებოდა მათი ასაკი. 16 წლის ერთი იყო მხოლოდ უფროსი ბიჭი. და წარმოიდგინეთ ეს ბავშვები სკოლის ასაკის ბავშვები რეგულარულად აგერ უკვე მე რამდენი წელია, მე 12 წელი შესრულდება, მსახურობენ ტაძარში არიან გალობლები. და ამავდროულად 2023 წლიდან გუნდი ორად ყავს გაყოფილი ეს უფროსი თაობა და ვართ ეს მეორე ნაწილი ვდგავართ სამების საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ ტაძარში, 12 მოციქულის სახელობის ტაძარში და ორ ტაძარში მსახურობთ. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. საოცარ საქმეს, ძალიან მაგარ საქმეს აკეთებთ. ვერცა გამარჯობა და ვაფრთხილდით. რეპერტუარს როგორ არჩევთ? ეგ მაინტერესებს რა. რეპერტუარი, რა თქმა უნდა, საარქივო ჩანაწერებს ვიყენებთ საეკლესიო საგალობლების კუთხით ვიყენებთ გალობის ცენტრის მიერ გამოშვებულ სამგალობლო კრებულებს, ასევე ფოლკლორის ცენტრის მიერ გამოშვებულ სამგალობლო კრებულებს. ჩვენ გარკვეული წლების განმავლობაში 2015 წელს მაგალითად ვსტუმრობდით მთის რაჭას და გარკვეული წლები სვანეთში ვართ ნამყოფი, იფარში ვიყავით 2017 წელს და ასეთი ჩვენი პატარა საექსპედიციო გასვლებიც გვაქვს და ამ ხრივაც ვამდიდრებთ ჩვენს რეპერტუარს. აი როგორ ხდება? სულ ყველა ერთად დადიხართ პაწუკები და გასვლებები? არა, მართალი გითხრათ, ძირითადად ეს გასვლები მაშინ როდესაც გქონდა უფროს თაობასთან ერთად გავდიოდი და ეხლა ნუ შუათანებიც შემოგვერთებიან რა თქმა უნდა. თუ არ გვაქვს გასვლითი უცხოეთში რაღაცა ფესტივალზე რაღაც გასვლითი ასე ვთქვა საგასტროლო თუ არ გვაქვს საფხულში ვცდილობთ რომ რომელიმე რეგიონს ვეწვიოთ. ეხლა ბევრი გამიდა რომ გითხოთ, ბევრი ადამიანი ეძებენ არქივებში ეხლა ამ საგალობლებს. კი, რა თქმა უნდა. რაღაცეები ხარ. თქვენ გააქვთ ეს პრაქტიკა და ის მაინტერესებს კიდევ ისეთი თუ რამე გაქვთ აღმოჩენილი და დამყერი, რომელიც მარტო თქვენ გაქვთ დაგმელი აღმოჩენილი. იცით რა, არა, მასე ხმამაღლა მერიდი ვარამე ვთქვა. ეხლა საგალობლებს რაც შეეხება საგალობლებს გამოცემული კრებულებიდან, მაგრამ ამ ჩანაწერებს, აი სიმღერებს, საიდან შევისწავლეთ, საარქივო ჩანაწერებს ვეხებით ძირითადად. ეხლა მასე ხმამაღლა არ ვიცი ვერ ვიტყვი, მაგრამ არის სიმღერები, რომელიც რა თქმა უნდა ჩვენეული ვარიანტები გვაქვს და რომელიც არ იყო ისეთი გადამღერებული, თუნდაც ის მარგარიტა დების ხნელების ყველა მიცის, ყველა მღერის, მაგრამ ანსამბლებიდან დღეს არსებული ანსამბლებიდან ერთ-ერთმა პირველმა ჩვენ შევასრულ, ანუ ასეთი მაღალი ნათქვამია, მაგრამ ჩვენ შევასრულეთ, არავის რეპერტუარში ასე დამკვიდრებული არ იყო. და რაღაცა გააცოცხლეთ, რაღაცა როგორ სულგოდია რაღაცა რა თქვა, მან დაკე ციცაძე და დათომ გადასარევად თქვა რა, რომ უსპენო ფერხისასო
ჩანაწერი მგონია. ისე მაგრამ ღირია, რომ რაღაც ჩანაწერი მგონიაო, კაი ნათქვამია რა. ძველი ჩანაწერი მგონიაო რა, ისე კარგად ასრულებთ, რომ ეს კომპლიმენტია, ნამდვილად კომპლიმენტია რა. თან ვცდილობთ რაღაცა ჩვენეული ფერი მივცეთ, ცხადია ჩვენეული ვერსიაც იყოს ამავდროულად. რა თქმა უნდა. პროექტი ხალხური. ეხლა აი ვილაპარაკოთ ამ მოგცათ, ეხლა ეს პროექტი ხალხური და საინტერესო იყო იქ რა ეხლა რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. საინტერესო გუნდები იყო. მე როგორც ვიცი, ბევრმა თქვეს, რომ ესეთი ძალიან საინტერესო. სერიოზული კონკურენცია იყო რა, როგორც საკმაოდ. ეხლა იმაზე მეცნიერება. თან კახეთიდან რაღაც ბევრი იყავით რაღაცა. ჩვენ როგორც თბილისის გუნდი ისე ვიყავით, არა, ჩვენ როგორც თბილისის გუნდი ვიყავით. ჩვენ თბილისში არსებული გუნდი. ხო, გასაგებია. ასე რომ იმათ არ ვეხებოდით. თან ქალაქურ ფოლკლორს მაგრამ ხელგონილი რო კახელია? ხო. საინტერესო ის იყო, რომ მე და ჩემი ძმა ვიყავით, ჩემი ძმა ანსამბლ გურჯაანის ხელმძღვანელია და მე და ჩემი ძმა გახლდით ფინალში. გასულები ვიყავით. თუმცა ერთმანეთის კონკურენტებად რა თქმა უნდა არ მოვიაზრებდით თავს, მაგრამ კახელები იყვნენ თელაველები, არაჩვეულებრივები, გურჯანელებიც არაჩვეულებრივები, რა თქმა უნდა, არანაირიც გურჯანელები არაჩვეულებრივები. და ასე რომ აი თქვენი გამოსვლის კადრები გადის შემობატონო, აიგე. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ხალხური, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენთვის, საინტერესო გამოცდილება. ჯერ შენ თავს აფასებს სხვა ჩვენ საკონცერტო გამოსვლები ხა სატელევიზიო გამოსვლებიც ქონია, სხვაჭი გასვლებიც ქონია, მაგრამ ეს მაინც სატელევიზიო შოუა, სანახაობაა, ხომ ასეა. ბევრი რამეს ითვალისწინებს, სხვა გამოცდილებას გძენს. ცდილობ ის შენი საშემსრულებლო სტილს, ტრადიციულს, ყველაფერს უერთგულო, მაგრამ ამავდროულად უნდა გათვალო მსმენელი, გათვალო გემოვნება ასე თუ ისე ყველასი, ყველაფერს უნდა ძალიან საინტერესო იყო რთული, არ იყო მარტივი, რთული იმ თვალსაზრისით, რომ მაგალითად რეპერტუარი შეერჩევის თვალსაზრისით. ხო შემიძლია ამაზე ვისაუბრო, ხო ხომ არ ვაგრძელებ? არა, კი ბატონო, რა თქმა უნდა. ანუ მაგალითად იყო ასეთი გუნდი არაჩვეულებრივი ქალბატონები იყვნენ, ჩვენ ვიყავით ქალაქური ფოლკლორის ჟანრით წარმოდგენილი, ასე გადავწყვიტეთ, როგორც თბილისურმა გუნდმა. ქალაქურ ფოლკლორს მღეროდით და იყვნენ არაჩვეულებრივი იამეს ქალბატონები იყვნენ და ისინიც ქალაქური ფოლკლორის ჟანრით იყვნენ ამ პროექტში. და ისე იყო რომ მაგალითად რაღაცა ბოდიში გაწყვეტილეთ იქ დაამთავრეთ მაგრამ არ გამოგჩეთ რომ ტურები იყო სხვადასხვა იქ და ყველაზე უფრო რომელი ტური და გამახსოვრდათ მაინც აი მაინტერესებს მოგახსენებთ და რისი თქმა მინდა იცით რეპერტუარის შერჩევის თვალსაზრისით ეხა პირველი სიმღერა ნუ გასაგებია გავედით ნახევარფინალში მე რა ხომ და მოარგო რეპერტუარი მათ ჰქონდათ პოპურები რატომ ამბობ ამას ცოტა იუმორით ეწყობები და რაღაცას რო შევარჩევდით ეხა შენც გინდა რაღაცა ქალაქური ფოლკლორი და რაღაცა მარგალიტი განსხვავებული აიღო გამორჩეული და შენეულად გააკეთო. შევარჩევდით დათოსთან კონსულტაციას ხო გავიდოდით. ეს უკვე ნამღერია, ან ეს უკვე არის პოპურები ქონდათ მათ და მოკლედ ამ თვალსაზრისით ცოტა ესეთი პატარა სირთულეები არა, მაგრამ ხო რაღაცა ახალს ვაკეთებდით მე და ეს და სიმღერა გაერთიანებულია ხოდა. კი და რაღაცა ეს ნამღერი აქვს, ეს ნამღერი აქვს და ხო. მეთქი მაშინ ჩამომიწერე რა რეპერტუარი. მაგრამ საინტერესო იყო და ამისთვის შეიქმნა სხვათა შორის ნახევარფინალის პოპური ჩვენი სამშობლოსადმი მიძღვნილი. ეს იყო ძალიან საინტერესო მასე მუშაობა, იმიტომ რომ რა კარგი რამ ხარ ჩემო სამშობლო ამით დავიწყეთ და რა ეს პოპურის უშუალოდ ამ პროექტისთვის შევკარით რო იტყვიან და ძალიან დასამახსოვრებელი იყო ეგ გამოსვლა, რადგან ჩვენ არ ვიცოდით ეხა ფინალში რამდენად გავიდოდით, არ გავიდოდით. ეხა სურვილი რა თქმა უნდა არის, გინდა ფინალამდე გახვიდე, მაგრამ საკმაოდ ისეთი ძლიერი გუნდები იყო, კარგი გუნდები იყო, ყველას კარგი გამოსვლა ჰქონდა და არიცი რა გელის მომავალში ხომ? და მახსოვს მასზე მუშაობა ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ძალიან საინტერესო და ფინალში რო გადავედით, მე ამას ახლდა ძალიან დიდი სიხარული. საინტერესო ის გახლდათ, რომ დიდთოლობის და რაღაცების და გამო იწელებოდა ეს პროცესი ან გადაიდო ან რაღაცა მოკლედ თარიღები ზუსტად არ ვიცოდი და მაგალითად ჩვენი სოლისტი, რომელიც პირველ ტურში იყო და რომელსაც ფინალამდე უნდა ემღერა, ფეხმძიმედ გახლდათ და მეორე ტურში უკვე ვეღარ იმღერა, ბავშვი გააჩინა. ვიღაცა მივლინებაში წავიდა, ვიღაცა მუდმივად ცვალებადობასთან იყო დაკავშირებული, მაგრამ მაინც ფიქრობ, რომ გუნდმა თავი გაართვა და როგორ ფაქტის სახეზეა და გაართვა და ძალიან კარგი და დიდი სიხარული გვაჩუქა ამ პროექტმა გამძლეების გარდა იყო არაჩვეულებრივი კოლექტივი. და ხელი ავწიო და მივესალმო საზოგადოებრივ რამს ძალიან კარგი პროექტებია და კარგად შრომობენ
ვერსია მოწაფნე რა მოკლეს რა. თან ისეთი კარგი ატმოსფერო იყო, შვენიერი. შვენიერი, არანაირი კონკურსი, არანაირი. მე გარკვევილი ვარ ახლა ახალ აშენებულ იმაში, მაგრამ სულ წარმატებები მინდა უსურვო. სტუდიის გარდა მე მოვიაზრებ აი შემოქმედებით ჯგუფს. ძალიან კარგი. მე ახლა მან საზოგადოებაში 79 წელს მივედი პირველად. იქ ზოოპარკთან ზოოპარკი იყო მაშინ. რა მაინტერესებს ახლა კიდე? აი რეპერტუარში ახლა ეს ქალაქური სიმღერები როგორ გამოჩნდა? რას ვამბობ, ვიცი, აი საერთოდ როგორ დაიწყეთ? გალობები, ჯერ იყო ფოლკლორი, მე გალობა, მე ქალაქური, თუ აი როგორ დიახ, იცით რა, ეს ბავშვები 6 ბიჭი მოვიდა ჩვენთან ხალხური სიმღერის შესასწავლად და ეს ბავშვები რომ მოვიდნენ, ნუ დავიწყეთ ტრადიციული ხალხური სიმღერის შესწავლით. მე ამას გარკვეული საგალობლები თან დაერთო. სხვათა შორის მინდა გავხსენო მნიშვნელოვანი გამოსვლა იყო 2 წლიანი. მოდი შეიძლება პირველად არა რომ დაიწყეთ 2008-ში. რამდენი ადამიანი იყო? 6 იყვნენ. 6 ბიჭი. ბიჭი. 6 ბიჭი იყო. თქვენ იყავით ხელმძღვანელი? კი ბატონო. მე გახდით ხელმძღვანელი და მე ნელ-ნელა შემოუერთდა ის შემადგენლობა დაახლოებით რომელსაც ვხედავთ 2010 წლიდან იდგავს ფეხს რო იტყვიან. მე ნელ-ნელა შემოუერთდნენ გოგონები და ეს ბავშვები ვინც არიან ახლა ახალგაზრდები ვინც ხალხურში იყვნენ და დღესდღეობით არიან ჩვენთან გაზრდილები არიან ჩვენთან ახსtildeები არიან აი ბავშვებიდან რო დაიწყეს და დღემდე რო დარჩნენ. დიდები შვილები სხვა არიან ზოგიერთები და რაღაც აი ჯერ ყავს იმ გოგონას რომელიც ვახსენეთ ჯერ ერთი ყავს ჯერ არის ჯერ პატარა არა პატარები არიან ჯერ ესე ჯერ არ ყავთ მაგ ხელები 23-24 წლის ჯერ არ ყავთ მაგ ხელები ეგეც იქნება კაცო ეგეც აუცილებლად რა თქმა უნდა მაგას ვერ გაიწევ პირდებიან და რა ვიცი კი მაგი ხა ბოლო ჩაწყობით ხა თქვენთან როგორც ვატყობ ხა ჩვენ მშობლები გვისმენენ ძალიან ბევრი მშობელი გვისმენს და დაინტერესებულია იმასთან დაკავშირებით რომ რა ხდება როგორ არის თქვენთან მოსვლა რა არის საჭირო იმისთვის რომ გახდეს თქვენი გუნდის წევრი ადამიანი ბავშვი რა ვიცი რამის პაწუკა ვინც გინდა ჩვენი გუნდის წევრი რომ გახდეს ბავშვი აუცილებლად რა თქმა უნდა მუსიკალური მონაცემი აუცილებელია მაგრამ ძალიან უნდა უყვარდეს მშობელს უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა ტრადიციები და უნდა მოიყვანოს იმისთვის რომ ჩვენ აღზარდოთ ამ ტრადიციებზე და აღზარდოთ ნამდვილი ქართველი ქრისტიანი გასაგებია ბატონებოდ გალბატონებოდ სხვათა შორის მეგობრების აი მომღერალი მეგობრების და ჩვენს გარშემო ხა ჩვენ მუსიკოსები რომ ვართ დიდგორი ანსამბლი მოგეხსენებათ იქ იქაური მომღერალი ბიჭების ძალიან ბევრი ბავშვი დადის ჩემთან 5 მომღერლის შვილი დადის მე მგონი შვილები დადიან კი სხვადასხვა მეგობრებს მოყავთ ასე და რაღაცა მეგობრული და ოჯახური ანსამბლი გახლავთ რა თქმა უნდა ხა ვისაც სრული ექნება ჩვენ გარეთ არ დავტოვებთ ცხადია მაგრამ აი ძირითადად ნუ ჯერ სმენა უნდა კონდეს მოდი აქ დავიწყოთ ხა სმენას ყოველ ჩაუდებთ სმენას ნუ მინიმუმ ნორმალური სმენა ელემენტარულად რო ეძახი უნდა ესმოდეს სახელს უნდა არა ეგ არ არის საკმარისი აგაში ვერ დაგეთანხმებით არა მასე ჩემ ძახთინასაც ესმის რო ეძახი ხო და გამოყარია ეგეთი ყრუებიც რო ეძახი და არ ესმის ეგეთი ყრუებიც არიან რო არის ეგ სხვა შემთხვევა ამინდა გითხრათ ხო მაგრამ შეიძლება სიმღერით უფრო გაიგონ ხო და რა არის რაღაცა სმენები რომელიც არ არის და გამომუშავება შეიძლება არა გამომუშავება რა თქმა უნდა შეიძლება აი ხო მაგალითად ყველას იდეალური სმენა ჩვენ ასე არ ვართ მაპატეთ შეგაწყო არაფერი ყველას რო გითხრათ აი ესეთი მოთხოვნები გვაქვს რომ იდეალური სმენა კონდეს არა ნორმალური მუსიკალური სმენა უნდა კონდეს ჩვენ ახლა სამწუხაროდ ყველა მუსიკალური ტრადიციული ოჯახიდან არ მოდის ან მუსიკალური სკოლიდან ჩვენ ხო მუსიკალურ სკოლასთან არსებული გუნდი არ გახლავართ ისე ვართ ხომ და ასე რომ ყველას არ ექნება იდეალური სმენა და ამიტომ ჩვენ მუშაობთ გვაქვს მუსიკალური სავარჯიშოები და მუშაობთ ამ სმენის გამომუშავებაზე რაღაცა დონემდე აუცილებლად ვითარდება ყველა ვარიანტი აი მე ვიცი მაგალითად ეგეთები ახლა უცებ ამომივარდება ხოლმე თავიდან აი თიების ის რო იყო თიების ხელმძღვანელი გვარი ოჯახი მთელი ოჯახი გარაყანიძეები მთელი ოჯახი და კონსერვატორიის ჩემი გზის ამ კუთხით ძალიან მართლა ეს ენიშერი და როგორი ნუ ტრაგიკული საოცარი ეგეთი არაფერი არ მინახე თელი ოჯახი ერთი ბიჭი დარჩა და ის ბიჭი სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა თან აი გამაჟრეალა რომ ახსენდება აი დედას მიცავარ იმიტომ რომ თან ბიჭიც გიოც ნახე სულ აი ბოლო წინა დღეებში ვნახე და ეს ენიშერმა ისეთი ყრუები ამღერა აი მაგიტომ გამახსენდა ეხა ენიშერი მე ვიცი ძმაო ვისწროფ ეხა გვარდასაგან ნუ ვაფშე სმენის ნასახი აი ძალიან ცოტა რო ხონდათ რა ისეთები ამღერა ამ თიებში რა თან აი სხვადასხვა პროფესიის ხალხი აბსოლუტურად დიახ მესმის დიახ მაგ კუთხით არ შემიძლია მაპატეთ არ ვახსენო ქალბატონ ლია სალაყაია
ქალბატონ ილიას ალაყაია სულ ამბობდა, რომ ყველას აქვს სმენა, გალბას რომ ასწავლი და ყველას უარს არავის არ ეუბნებოდა. აჰა. ყველას აქვს და ყველასთან მუშაობდა და ყველას ცდილობდა, რომ ყველა დაეკავშირებინა ღმერთთან. შემჭამ ამ შემოპროდუსერმა აი ტვინი წაიღო სიმღერას მოусმინოთ. მოგვასმენია. მოგვასმენია, ჰა. აჰა. კარგად ვლაპარაკობ და არ გვაცის რა. აგე? ეს სადავართ? მე ეხლა ეს სიმღერა როგორ არის? პოზიტიური სიმღერაა ეს როგორც თუ რაღაც. ეს მოგახსენებთ, დიახ, მოგახსენებთ, ეს გახლდათ 2023 წელს ჩვენი ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, ტრადიციული მუსიკა, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ქართულ კლასიკურ ესტრადასთან შეხება და 2023 წელს ჩვენ გავაკეთეთ საესტრადო სიმღერების საღამო. ჩვენთან მუშაობს შესანიშნავი მუსიკოსი, ქალბატონი ლეილა ასლანიძე, რომელიც სხვადასხვა ჩვენ ბავშვებს ტრადიციულ საკრავებს, გიტარას ისასწავლის და საესტრადო სიმღერებსაც ჩვენ შემოვიტანეთ ეს ჟანრიც. ვთვლით, რომ კლასიკური ესტრადის გარკვეული ნიმუშები აუცილებლად უნდა იცოდნენ ბავშვებმა და უკვე მოზარდები რომ არიან ამ ასაკში, უკვე ჩვენ მუშაობთ ამ ჟანრშიც. და პირველი შეხება გახდა 2023 წელს ეს კონცერტი, რომელზეც შესრულდა ეს საესტრადო სიმღერები ქალბატონი ლეილა ასლანიძის არანჟირებით, ყველა სიმღერა მისი არანჟირებით იყო. შესანიშნავი მუსიკოსი იყო ჩვენთან ლევან ჩხაიძე, აკომპანიმენტს სწორედ ის უკეთებდა. დიდი მადლობა მინდა ახლაც გადაუხადო. ქალბატონი ლეილა გადასარევად აკეთებს ამას საოცარი გემოვნებით. არა. ნუ რაღაც როგორ იყო? გაიკეთებიათ? როგორ არა, მაგრამ რატომ როდესაც უფრო უკეთესი ვარიანტი გვაქვს? მე ასე ვთვლი. და ქალბატონი ლეილა მუშაობს ამ კუთხით ჩვენთან. რაღაც გალობასთან დაკავშირებით მეუბნებოდი, სადაც ერთ შემოვიდეს მიდა. გავამატო გალობას რაღაცა სადამ აი სიმღერა მიდიოდა მითხარით რომ მიღწევებთან დაკავშირებით გვეუბნებოდით და 2022 წელი მინდა აუცილებლად აღვნიშნო და არ მინდა ბავშვებს დაუკარგო. 2022 წელს ჩვენ გახდით პოლონეთში, ქალაქ ჰანიოკაში, გახლავთ იქ საერთაშორისო კონკურს ფესტივალი მართლმადებლური გალობის და 2022 წელს ჩვენმა ბავშვებმა აიღეს პირველი ადგილი და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევა, რადგან საქართველოში პირველად ჩვენ ჩამოვიტანეთ პირველი ადგილი ამ კონკურსიდან და ეს გახლავთ წარმოიდგინეთ გახლდათ 51 საერთაშორისო ფესტივალი. საკმაოდ დიდი ისტორია აქვს ამ ფესტივალს და მინდა აი ამ გარდა იმისა, რომ ტაძარში მსახურობენ ბავშვები, გარდა ამისა საკონცერტო შემსრულებლობასაც სცენაზეც საეკლესიო საგალობლებს ვეწევით ბასურით. ისა ცნობილ მუსიკოსებთან თუ გიმუშავიათ აი რამე ისეთი აი ყოფილა ის არა საესტრადო ჟანრით მხოლოდ ეგ შეხება ქონდა ჩვენ მიმართულება ძირითადად ტრადიციული მუსიკაა მე ვიცი რომ მანამდე და ისეთ აკრავით ეგ დიახ როგორ არ არიან ეგ შემთხვევა ჩვენ ძალიან ცნობილი მაპატიეთ მაკუთხით მე უცებ ესტრადისკენ წავედი და ვიფიქრე რომ რაღაცა ისეთი რაღაცა ერთობლივი პროექტები ხომ არ ქონია რა თქმა უნდა
კი კოროთა ხوار გიმღერიათან. ეგეთი მიდოდა მე თქვა არა. მე არ ვთვლი რომ ქალბატონი მანანა მენაბდე რამით არა სერიოზულად. უდიდესი მუსიკოსია და არაჩვეულებრივი ადამიანი. გენიალურები არიან რაც ლაპარაკობ. ერთის და მეურვე, აი ფოტოები არსებობს. დიახ, და საოცარი ის იყო შთაბეჭდილებები მათთან მუშაობა. მათთან მუშაობა, ეს დღეები იყო საოცარი, მათთან. რა წლები იყო, ეს აი მაინტერესებს რა ხდება. ეს 2 წლის წინ გახლდათ, 2 წლის. და რა გააკეთეთ, რა ხდება, მე არ ვიცი. შესაძლოა რა თქმა უნდა მსმენელებიც იქნებიან რო არის არიწოდინებათ. ქალბატონი ერთ-ერთად არა იცის ლეგზე, ქალბატონმა მანანამ მას ჰქონდა სიმღერა დაწერილი და ჩვენმა უფროსმა ბიჭებმა ბანი უთხრეს, ასე ვთქვათ, ქალბატონი მანანამ ღეროდა სოლოს და ბანს ვეუბნებოდით. და ისეთი როლი ჰქონდა, უმნიშვნელო, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის ეს პროექტი. მნიშვნელოვანია თვითონ რა თქმა უნდა. იცით რა, მანამდე რო აი ასეთ ადამიანებთან რო გაქვს შეხება, ასეთი დღეები გზრდის. კი ბატონო. გზრდის აი რაღაცა შიგნიდან და რაღაცა უსასრულოები არიან, იმდენად ღრმა ადამიანები არიან ისინი და რა ვიცი, საოცარი დღეები იყო ნამდვილად. აი ხა მე მომინდა რაღაცა ავტეხე ერთი ამბავი კიდე თუ არა კონცერტი მინდა თქვენი ნახო და მოვისმინო. სად შეიძლება თქვენი კონცერტების მოსმენა და ცოცხლად რომ მოგისმინოთ სად შეიძლება. სხვათა შორის როგორ ხდება ეს? ეხლა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ მეგობარ ანსამბლთან ერთად, კირიალესასთან ერთად, ლელა ურუშაძე გახლავთ მისი ხელმძღვანელი, 24 დეკემბერს გეგმავთ საახალწლო კონცერტს. ასევე მომავლის გეგმა არის ის რომ ანსამბლ გურჯაანთან ერთად მე ვახსენე ეწეგან ჩემი ძმა გახავთ მისი ხელმძღვანელი გაზაფხულზე ვაპირებთ ერთობლივ კონცერტს და თქვენ გზადდებით თქვენი ძმა გურჯაანელები დიახ წარმოშობით მამა სოფელ მელანიდან გახავთ მაგაზე თუ მოვასალით მაგაზეც ვილაპარაკოთ აუცილებლად კი ბატონო პლანი ვენახები რამე აქეთ ღვინოები პლანი არ გვაქვს მაგრამ ვენახები გვაქვს ოღონდ ეს ვენახები დაპლანულია იმას პლანი ხო დაპლანული ხო არის დაპლანული ტახტებად მითო რომ ვიღაცებს სხვა რამე გონიათ ეგალა დიახ ასე გონიათ კი ჩემი სტუდენტობისას ჩემი მეგობრები რომ ჩამოვიყვანეთ რა უთხრეს რომ აი თქვენ იმ პლანებს უნდა მიხედოთ თუ იმათაც სხვა რაღაც ეგონათ მაგრამ მას ეძახიან კახეთში დიახ პლანებს ეძახიან კი ბატონო პლანი ქვია იმას რა რიქს დიახ რიქს ეთყობა ეს რაღაც შემორჩენილი ჟარგონი არის ხო და რამდენი პლანი გაქვთ და უთხარი რომ ამდენი პლანი გაქვთ ვედროები რომ არის ერთი ამბავი გონიათ იმედ გაცრუებულები დარჩნენ მინდა გითხრათ გაცრუებული და ახალგაზრდები მინდა რომ ახსენო აღარ არიან ისინი ერთი სიმღერას მოვისმინოთ ესე იგი თქვენ ხართ ლოტმარი ხელმძღვანელი ესე იგი ამ ყველაფრის ხო თქვენ და ამ ბავშვებისგან თუ წამოსულა რამე ინიციატივები მაგალითად აი ბავშვებს თუ შემოუთავაზებია აი როგორ არა თქვენ კი არა ბავშვება მოდი აი ეს ვიმღეროთ აი თქვათ რაღაც ყოფილა ჩვენ აუცილებლად ერთად ვარჩევთ რეპერტუარს იცით მე ვარ საერთოდ როგორ არტმევთ თავს
ეხლა სხვადასხვა ტემპერამენტის ბავშვები, სხვადასხვა თან პაწუკები, შაშვალოები, შვაწუკები, ვიღაცები. აი როგორ ართმევთ ამას თავს დაახმართ ესე. იცით რა არის? მე როდესაც კონსერვატორიაში ვსწავლობდი, ნამდვილად არ მეგონა რომ ამ ხაზით წავიდოდი, საგუნდო სადირიჟო რო ეს კლასიკური ხაზით ვაპირებდი წასვლას და რაღაცა ისე თავისთავად მოხდა, როგორ ვართმევ თავს და ძალიან მიყვარს ეს საქმე. ძალიან მიყვარს ბავშვები. ამას წინათ იუმორით გავიხსენებ, ჩემი მეუღლე რაღაცა შემთხვევით მელოდებოდა და დაესწრო რეპეტიციას, უბრალოდ პატარების რეპეტიციას და მე მეუბნება. მეუღლე რა მოხელედა ჩანიკიო, ბებია ჩემი იტყოდა ხო? მეუღლე გახლავთ სისტემური ანალიტიკოსი გახლავთ, მოკლედ ენერგოპოლში მუშაობს. მღერის? არ მღერის. მეუღლე მხოლოდ გვაფასებს. გვაფასებს და აი მთელი ფოტო, ვიდეო მასალა რაც არის მას ეკუთვნის და გვერდით გვიდგას ძალიან დიდი გულშემატკივარია ჩვენი. მოგიკითხოთ შეუბადო. აუცილებლად. დიდი მადლობა ბესარიონი, ბესარიონ მოგიკითხოთ შეუბადო. და იმას გეუბნებოდით რომ მეუღლე მეუბნებოდა რომ შენო მანდო არ მუშაობო, შენო მანდ ერთობიო მე მგონიო. იცით რა არის? აი როგორ ვართმევ თავს და თავისთავად არის მე რომ გითხართ მხოლოდ მე ბავშვები თვითონ იმდენ ამის გასწავლიან ადამიანს. ძალიან ბევრ ამის გაცლებენ. მე უკვე აღარ ვიცი ჩვენ ვაძლევთ ჩვენს ბავშვებს უფრო მეტ თუ ისინი გვაცლებენ მეც. ემოციური თვალსაზრისით თუ ისე. და ზოგადად როგორ ვარჩევთ რეპერტუარს, აუცილებლად ჩვენ ვკითხავთ, არის სიმღერები ცხადია, რომელიც სავალდებულოა და უნდა იცოდნენ. მაგრამ როდესაც ან საკონცერტო გამოსვლა ან რაღაცა, უფროსებიდან დაწყებული პატარებსაც კი ვეკითხები, გემღერებათ ამაზე რას ფიქრობთ? გავიტანოთ? თქვენ როგორ ფიქრობთ? უნდა ემღერებოდეთ, ეს უნდა უხაროდეთ მათ და უნდა უყვარდეთ. უნდა შევაყვაროთ პირველ რიგში. ეს დაძალებითი ვერ იქნება ვერაფერი. ნელ-ნელა და ყველაფერი გამოდის მერე. რა თქმა უნდა, ჩემი. აი ქართული ხალხური სიმღერის აი ჯერ ხარავი, ბევრი ხა მშობლები კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვისმენს და ხა რამდენად შესაძლებელია ხა ბავშვები კარგი გემოვნების ჩანერგვა, ხო? არის ამის საშუალება, აბა ხო არის ხო? ამაზე მუშაობთ აბა როგორ? პირობითი არა, რა თქმა უნდა, აი ჩანერგვა, აი შეიძლება რომ აი ჩაუნდერო. ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტრადიციული კუთხით წავიყვანოთ. დღესდღეობით თქვენ ხომ იცით ახლა მოგეხსენებათ აი ფანდურიც კი, ისიც კი წარმოიდგინეთ თქვენ მე კახეთშიც მუშაობ, იქ ახლავთ პროექტი, ჩემ ძმასთან ერთად მუშაობ, სადაც სოფლებში გუნდები არის და იქ გუნდები შეიქმნა და გუნდებს ვასწავლით, ბავშვებს ვასწავლით, სოფლის ბავშვებს. სხვათა შორის უფასოდ სწავლობენ ისინი ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას და რის თქმა მინდა იცით ორ სიტყვაში ვიტყვი. საიდანაც არის წამოსული ხალხური ფანდური, იქ დამკვიდრებულია ქრომატიული ფანდური, ეს თანამედროვე. არა, მე საწინამდეგო რამ კი არ მაქვს, მაგრამ ვცდილობთ რომ იმ ბავშვებს შევაყაროთ, საიდანაც ეს ყველაფერია წამოსული. ეხლა ვცდილობთ ჩვენ რომ ვუთხრათ და ჩავუნერგოთ რა ის ხალხურს, თქვენგან უნდა ვისწავლოთ, პირიქით აქ სოფლიდან უნდა ვისწავლოთ, ხო ეს? იქიდანაა წამოსული გლეხური ფოლკლორი, ხომ ეს ხალხური ფანდური და ამათ უჭირავთ ქრომატიული. ჩვენთან კი არა, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ მუშაობთ ზუსტად ამაზე, ეს ყველაფერი იმას ემსახურება ტრადიციული მუსიკის უნდა შევაყვაროთ და ნელ-ნელა გემოვნება ყალიბდება, რა თქმა უნდა. სხვა თუ არაფერი, გემოვნებიანი მსმენელი მან ჩამოყალიბდება, სხვა თუ არაფერი. დარწმუნებული ვარ, მოქალაქეც კარგია. აუცილებლად და ზნეობრივია. იცით თქვენ მე დიპლომი მაქვს დაცული ბავშვთა გალობის განხრით. ბავშვთა გალობა საქართველოს ძველ და თანამედროვეობაში და მეფეთაგან დაწყებულიო, სამეცნიერო წყაროები გვამცნობს. მეფეთაგან დაწყებული თავადაზნაურები ყველას შინაური აღზრდის წესი გახდათ, ყველა შეისწავლიდა ქართულ ხალხურ სიმღერას და გალობას ადრეული ასაკიდანვე. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ჩვენ წინაპრები ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა. და მისანიჭებელია რა. და დღესდღეობით ის ახალგაზრდა დედიკო რო ვახსენე, ის უკვე თავის შვილს უმღერის ნანას, უმღერის და სიმღერით აძინებს და ესე იგი გამართლებულია, ასე არ არის? უკვე გამართლებულია და ჩვენ ზუსტად ეგ უნდა ჩავნერგოთ, ეს გემოვნება უნდა ჩამოვუყალიბოთ და უნდა ვაჩვენოთ რომ არის ზღვა, უსაზღვროა ჩვენი ტრადიციული მუსიკა, უსაზღვროა და ეს არ უნდა დაუკარგოთ მათ სისხლის ბოლო წვეთამდე სისხლი დათხიეს რომ იტყვიან ამისთვის და ჩვენამდე მოიტანეს და ამის დაკარგვა როგორ იქნება? უნდა შევასწავლოთ და შევაყვაროთ. უნდა იცოდნენ საიდან მოდიან. ეს არის ფესვები და ფესვები თუ არ იციან საიდან ვინ არიან ხომ უნდა იცოდნენ. აუცილებლად უნდა. ხალბატონო ნათია. მე მინდა გითხრათ ერთი ეგეთი რამე, რომ თქვენ ძმას გქონია კარგი ღვინო, თან ქისი ჩაუყრია. დიახ. რაღაც ჩაუყრია და ხიხვით ჩაუყრია. აუცილებლად უნდა გავსინჯოთ. გავით 3 წელი გავიდა უკვე მოისხა იმან, მაგას ვიძახი რომ ჩაყარა. მოისხა. ხო და თუ მოისხა,
გასასინჯია აუცილებლად. თან გაზაფხულზე ერთობლივ კონცერტს აუცილებლად ერთობლივ კონცერტსაც გეგმავთ გაზაფხულზე და მანამდე ნუ დამტოვებთ ასე ეულად ასე. არა. ჯერ ახალია და აუცილებლად შეგაწყობინებთ. აუცილებლად ეს ამბავი ისე არ უნდა დარჩეს. უღრმესი მადლობა მინდა გითხრათ ხალბატონათია. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი აი მე ძალიან დიდ პატივს გისცემთ და უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის, მინდა რომ თავისთავად ხალხი რეგლამენტი გვაქვს და თან კიდე მინდა რომ თქვენი სიმღერით დავამთავროთ. ესე გავიდეთ ეთერიდან რა და ამიტომ იმასაც დოჭირდება და უღრმესი მადლობა მომბრძანებისთვის და სულ წარმატებები და ჯანმრთელობა და ბედნიერება და ბარაკა ცოტა კიდე უეჭველი. აუცილებელია ჩემო ბატონო. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენ და წარმატებები ჩვენს. უღრმესი მადლობა. ეს იყო 1975 ბატონებო რაც იყო კი იცით იყო ჯაპანას პაპანახება და მე რო ჯაპანა ვარ ალბათ ეგეთით და აი ეხლა კი გეტყვით რომ მოусვიდეთ კიდევ ერთ არაჩვეული სიმღერას და მე გემშვიდობებით მომავალ ხუშაბათამდე 5-10 წუთამდე ფერხისას შესრულებით სიმღერა